საპროტესტო აქცია რუსთავში საფეხბურთო კლუბ მეტალურგის ფან-კლუბის წევრები გუნდის მფლობელი ქარხნის ქართული ფოლადის წინ შეიკრიბნენ. აქციის მიზანი ადმინისტრაციასთან შეხვედრა და მათი გადაწყვეტილების ახსნა განმარტება იყო. როგორც ცნობილია, ქარხანამ საფეხბურთო კლუბის სიმბოლურ ფასად ერთლარად გაასხვისა. გუნდის მფლობელი სვინაობა კი ამ დრომდე უცნობია. კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და დაშლის საფრთხე ემუქრება. მოგვიანებით აქციის მონაწილეები რუსთავის მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც არ ვიცი როგორ აქცით და მოიპოვეს უფლება, რომ მფლობელები იყვნენ მეტალურგის გუნდის, რომელსაც ვერანაირი არგუმენტი ვერ გააჩნიათ ფინანსურთან დაკავშირებით, ფინანსების გარეშე მოგეხსენებათ გუნდი ვერ იარსებებს და წამყვანი ფეხბურთელები ძალიან მალე დატოვებენ გუნდს. ეს პრობლემა რამოდენიმე თვით დაიწყო, როდესაც მეტალურგიამ განაცხადა, რომ მას აღარ შეეძლო ზოგადად გუნდის შენახვა. ჩვენ გქონდა მე საუბარი მეტალურგიის ხელმძღვანელობასთან და გადაწყვიტა ქალაქმა რაღაცა ფორმით დაეხმარებოდა გუნდს, მეტალურგის საკუთრება ზოგადად გუნდი. ოღონდ პირობა ასეთი თვითმმართველობა როცა ეხმარება გუნდს, ავტომატურად თანამონაწილე უნდა იყოს, პროცენტი წილის მფლობელი იყოს ზოგადად გუნდის და არა თქვა მისი ინფრასტრუქტურის.